ორი მთავარი რამ არის, რასაც ოჯახებს ვეუბნები. პირველი ეს არის, გადაწყვეტილება გაქვს მისაღები. არსებობს ორი რაციონალური არჩევანი და ერთი ირაციონალური. პირველი რაციონალური არჩევანია ის, რასაც შენ აკეთებ, ჩემში იმდენ ტკივილს, იმდენ სტრესს იწვევს, რომ მე ამას ვერ გაუძლებ. მე ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა. არ ვარ მზად, ჩემი ენერგია იმაზე დავხარჯო, რომ მუდმივად ვეცადო საკუთარ თავზე ზრუნვას, იმ სტრესის გამო, რომელსაც შენი ქცევა ჩემში იწვევს. ამიტომ შენთან ყოფნა არ შემიძლია. ეს სრულიად რაციონალური არჩევანია. ან შეგიძლია თქვა, მე ძალიან მიყვარხარ და მესმის, რომ ის, რასაც აკეთებ, რაც არ უნდა იყოს ეს, შენი ტკივილიდან მოდის. ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც იპოვე, რომ საკუთარ ტკივილს გაუმკლავდე. ამიტომ მე არ განგსჭი, არ დაგიწყებ დაყოლიებას, არ შევეცდები შეგცვალო. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს გონს მოხვალ, მაგრამ შენთან ვიქნები. ემოციურად მხარს დაგიჭერ და ასე შემდეგ. ესეც მეორე რაციონალური არჩევანია, მაგრამ სრულიად ირაციონალური და არაჯანსაღია. დარჩე ადამიანთან და თან ეცადო მის შეცვლას, ეცადო მის დაყოლიებას, დარწმუნებას, მოსყიდვას, ხვეწნას, ზეწოლას, რომ შეიცვალოს. ეს არის ის, რაც ადამიანს ჭკუიდან შლის. ეს არასდროს გააკეთოთ.